მოგესალმებით. კიდევ ერთხელ და მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა რომ ინტერესი გაქვთ მეცნიერების მიმართ. მეცნიერების მიმართ ინტერესი არის როგორც აღმოჩნდა არის ფუნდამენტური იმის გამო რომ მეცნიერება რომ ეგ ინტერესი არ ქონდათ სათავეში რო არიან ახლა წინა ცხოვრებაში არ ქონდათ ეგ ინტერესი, იმიტომ აქვთ ის კატასტროფა რაც აქვს და ჩვენც ჩავყავართ იმ კატასტროფაში, იმედია გადავრჩებით. რატომ მეცნიერება ამას ვიწყებ ყოველ ლექციას სხვადასხვა ცნობილი ადამიანების აზრებით ბევრს გონია ხოლმე რომ მეცნიერები არიან ვიღაც ასე პირდაპირაც გამიგია ასეთი ტექსტი გამოშტერებული ხალხი, ვისაც არაფერი არ აინტერესებს გარდა რაღაც თავისი რაღაცეებისა და მეცნიერება უკეთეს შემთხვევაში შეიძლება იფიქროთ რომ მეცნიერება არის რაღაც ცოდნის ერთობლიობა, არ არის ეგრე. ეს არის აზროვნების მართლა გზა. კარლ სეიგანის აზრია ეს და აბსოლუტურად ვეთანხმები. ამას ვამბობ ხოლმე ყოველთვის და ახლაც ვიტყვი იგივეს, სადაც არ არის სამეცნიერო კვლევითი სააზროვნო ცენტრები, ანუ მიზიდვის ცენტრები, ინტელექტუალური, იმ ქვეყნებს ყავთ ისეთი მთავრობა, როგორც ყავს ჩვენ. ამიტომ საჭიროა ამასთან ბრძოლა ინტელექტით. და ეს ეშინიათ ხოლმე ამ სიტყვის რევოლუცია, კი, რევოლუცია ინტელექტუალური უნდა მოხდეს აუცილებლად, ყველგან მათ შორის ჩვენთან. ჩვენთან კატასტროფაა კიდე. მოკლედ დავიწყოთ ჩემი ეს სერია ლექციების, რომელიც უკვე მეოთხეა რიგით. დღეს მინდა ვილაპარაკო, სულ მექნება 7 ლექცია. უკვე იყო 3, ეს არის მეოთხე. და მინდა ვილაპარაკო შავხრელებზე. ერთ-ერთ ჩემს საქმიანობაზე, ანუ მე მუშაობ ასტროფიზიკაში, სამეცნიერო ეხება, აქ ვასწავლი ფიზიკას და ასტროფიზიკას. და ერთ-ერთი სფერო ასევე ასტროფიზიკის ნაწილია პრინციპში ეგ სფეროც არის SETI, ესე აბრევიატურაა ეს SETI, Search for Extraterrestrial Intelligence. არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ძიება, ამაშიც მიწევს უკვე ბოლო რაღაც 10 წელია მუშაობა. აი ჩემი დღევანდელი ესეთი მოხსენება იქნება აი ამ სტატიის გარშემო, რომელიც მე და გიამ დავწერეთ თავის დროზე, რამდენიმე წლის წინ. შავი ხროლები როგორც საშუალება ყველაზე, ანუ არამიწიერი ცივილიზაციების ხელში, ჩვენ ხელში რატო არა ვიტყვი, რატომ ვერა, რომ შეიძლება შავი ხროლები გამოყენებული იქნა როგორც ყველაზე კარგი hard disk-ი, ყველაზე ეფექტური hard disk-ი. ნუ ეს შრომა, ესეთი გამომდინარე თემატიკიდან იმდენად ესეთია უკვე თავიდანვე რაღაც გითხრევს თავისთან, შავი ხროლი თავისთავად საინტერესოა, არამიწიერი ცივილიზაციების უპირობოდ საინტერესოა. და ნუ რაღაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ქვემოთ არის ორი სამეცნიერო პოპულარული ტიპის სტატია, ჩვენ სტატიაზე დაფუძნებული და იმ შემთხვევაში ათობით იყო ასეთი. და აი მოდი მინდა ამ თემატიკაზე გესაუბროთ, როგორ ფიქრობს დღეს, როგორ უყურებს დღეს ზოგადად მეცნიერება, სერიოზული მეცნიერება, როგორ უყურებს იმას, რამდენად როგორი ობიექტები არიან შავი ხროლები და მათ კავშირს როგორ ხედავთ ჩვენ პირადად ჩვენი ხედვა. ასეთი იყო ჩემი და გიასი, არამიწიერი ცივილიზაციებთან როგორ ხედავთ, როგორ ვუყურებთ, რამდენად რეალურია მათი არსებობა არამიწიერების ცივილიზაციების. მოკლედ, რახან hard disk-ზეა ლაპარაკი, ესე იგი, ნუ აი ფაქაც არის მყარი დისკი, შემნახველი და ნუ hard disk ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ინფორმაციის შენახვა გვიწევს ყოველ დღე. აი ახლაც ჩაწერა ხდება ამ რა ქვია, ლექციის და ასე შემდეგ, ანუ ჩვენ ყოველ ფოტოებს ვიღებთ. ას პირველად დაიწყო ესეთი სერიოზულად დაფიქრება იმაზე, როგორ გადასცეს მომავალ თაობას ინფორმაცია. ნუ აი ეს ესეთი ძალიან ცნობილი შესანიშნავი ფრესკებია საფრანგეთში, ეს ფრანგულია თუ არ ვცდები, ერთ-ერთ გამოქვაბულში. რამდენიმე ათეული წლის წინანდელი. ანუ იმ შემთხვევაში ეს იყო ინტერესი ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, როგორ ანუ ესწავლებინათ მომავალი თაობისთვის, ნადირობა და ასე შემდეგ. ხო? და ამიტომ ეს ინფორმაცია, ნუ ინახებოდა ასეთი სახით.
ფრესკების სახით პირობითად. ანუ მე აღმოჩნდა რომ თურმე იგივე საკეთებდა ამჟამად გადაშენებული სახეობაც ნეანდერტალელის, ანუ საკმაოდ ესე ბუნებრივად შემოვიდა მათ ცნობიერებაში, რომ საჭიროა ინფორმაციის დაფიქსირება. პირველი შედარებით დიდი ნაბიჯი ისტორიული და ფაქტიურად ცივილიზაციები როცა იწყება, დაახლოებით 10,000 წლის წინ, პირველი ქალაქები რო შენდება. და აგერ ეგვიპტური, შუმერული იქამდე, ასეთი იეროგლიფებით ჩაწერა ინფორმაციის. ანუ უფრო დაიხვეწა ეს, რა ქვია, მეთოდი ინფორმაციის შენახვის და თანაც ამ გზადაგზა უფრო და უფრო მეტი ინფორმაციის შენახვა იყო საჭირო, შესაბამისად არ იყო საკმარისი უბრალოდ ნახატების გაკეთება და არ იყო საკმარისი იეროგლიფებიც, იმიტომ რომ საჭიროება მოითხოვდა უფრო დახვეწილ ფორმას და დამწერლობა მივიღეთ, დამწერლობის სახით ინფორმაციის შენახვის მეთოდი მივიღეთ, წიგნები შეიქმნა. ანუ ეს თითოეული ეტაპი იყო ჩათვალეთ უდიდესი ინტელექტუალური აფეთქება. ყოველი ეტაპი იყო ძალიან დიდი ნაბიჯი, აი ეს ალბათ გახსოვთ, ეს არის ადამიანისთვის პატარა ნაბიჯი, მაგრამ კაცობრიობისთვის უდიდესი ნახტომიო. არმსტრონგმა როცა მთვარეზე დადგა ფეხი და პირველი ნაბიჯი გადადგა, აი გაცილებით დიდი იყო სავარაუდოდ ეს თითოეული ეს სამი ნაბიჯი, რასაც არის ნაჩვენები და ასევე უკვე ჩვენი ტექნოლოგიური ჩვენ მოვესწარით ყველანი, ხოთაში მე მოვესწარი, როდესაც გაჩნდა კომპიუტერები და იქამდე პერიოდს მოვესწარი და იმის მერე, ანუ იქამდე მხოლოდ წიგნები იყო და იმის მერე, როგორ შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში კომპიუტერული ტექნოლოგია, ციფრული ტექნოლოგია და თუ შევხედავთ კარგად დინამიკას როგორი იყო, ანუ რა რაოდენობის ინფორმაციის შეგროვება ჭირდებოდა ადამიანს, კაცობრიობას ჯამში, რომ აჯამოთ, მიიღებ ძალიან საინტერესო სურათს, ეს არ არის უბრალოდ ზრდა, ესეთი წრფივი, თქვათ, ორჯერ მეტი დროის მერე, ორჯერ მეტი ინფორმაცია. არა, ეს არის დაბლინგი ხდება, ერთ და იგივე დროის მერე ხდება უფრო მეტი ექსპონენციალური ზრდა, უფრო მეტი ვიდრე ორჯერ, ვიდრე პროპორციულად. ამიტომ ძალიან ბუნებრივი სურვილი გაჩნდა. ბოლო ეტაპზე ვამბობ ციფრული ტექნოლოგიის შემოღება ინფორმაციის შესანახად. ძალიან ბუნებრივი, ძალიან, ესე იგი, ავტომატურად მოიტანა ეს ჩვენმა ტექნოლოგიურმა ზრდამ და მერე მოთხოვნილება გაჩნდა. ბუნებრივი. ძალიან ბუნებრივი რამ იყო. ეხლა ამიტომ ესე იგი, ბუნებრივია რომ პრობლემა რა არის? ანუ შევინახოთ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია, რაც შეიძლება პატარა ზომაში მაგალითად. იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, როგორც ხედავთ ამ გრაფიკზე, ძალიან იზრდება შესანახი ინფორმაციის ტევადობა. გინდა არ გინდა გიწევს, ანუ ამაზე უკვე ვფიქრობთ სერიოზულად ჩვენი ცივილიზაცია. ოკეი? ხო და რატომ შავი-ხვრელი? მე მინდა, ესე იგი, მიგიყვანოთ იმ აზრამდე რომ ეს ლოგიკა რომ შავი-ხვრელი უნდა იყოს არის ბოლო პლაცდარმი, შავი-ხვრელის გამოყენება. ბოლო პლაცდარმი ნებისმიერი ტექნოლოგიის, ნებისმიერი, ჩვენ არ ვიცით ისინი როგორები არიან თუ ისინი არიან, ხო? როგორი პირობითად კანისფერი აქვთ, ორი ფეხი, სამი ფეხი, რა ვიცი, რამდენი თავი, არ ვიცით, არც გვაინტერესებს. ამ თემატიკაში კვლევა არსებობენ თუ არა მიწიერი ცივილიზაციები. მეცნიერული მიდგომა არის უბრალოდ ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, ვიფიქროთ, რითი ვართ შეზღუდული ჩვენ და რითი არის შეზღუდული ისინი. იმიტომ რომ ჩვენ შეზღუდული ვართ ერთი და იგივე სამყაროთი. ჩვენ ცხოვრობთ ერთი და იგივე სამყაროში, ამიტომ თუ რაიმე შეზღუდვას გვადებს ჩვენ სამყარო, იგივე ადებს ის მათ. სამყაროთვის აბსოლუტურად დემოკრატიული, სამყარო ძალიან დემოკრატიულია. ამიტომ არის ეს ჩვენი დღევანდელი მთავრობა ბუნების წინააღმდეგ და ბუნების წინააღმდეგ რაც არის ის ვერ გადარჩება, ევოლუციის კანონია ეს. მათ ეს არიციან, მათთვის საუბედუროთ, თორე ჩვენ ვიცით. ამიტომ ეს ძალიან, ბუნებრივად ხდება ის პროცესი, რომ შევეგუოთ იდეას, რომ აუცილებლად შავი ხვრელების გამოყენება ჩვენს მოგვიწევს, ჩვენ ცივილიზაციას. და გეტყვით როგორ. მოკლედ, შავი ხვრელები, რატომ შავი ხვრელები? ეს არის ორი ძალიან ცნობილი შავი ხვრელი. ჩვენთვის უახლოესი მარცხნივ, ეს არის ყველაზე ახლობელი ბჭყალებში. ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, აი რომ გაიხედოთ
მშვილლოცნის თანავარსკვლავედისკენ, იმ მიმართულებით არის ჩვენი გალაქტიკის ცენტრი. და იქ არის ჩაბუდებული ძალიან მასიური შავი ხვრელი 4 მილიონი მზის მასის აღმოჩნდა თურმე. ეს არის ფოტო გადაღებული ჯერ კიდევ ჰაბლის ტელესკოპის მიერ, ჰაბლი ეს იყო ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც ტელესკოპიდან, რომელიც გატანილი იყო ორბიტაზე და ატმოსფეროს ზემოდან უყურებდა ცას, ანუ ატმოსფერო ხელს არ უშლიდა, ეს არის ერთ-ერთი ძლავრი მეთოდი, ხო? კიდე კაი ტექნოლოგია კოსმოსური გვაქვს. და მეორე არის გადაღებული M87 გალაქტიკა, ძალიან ცნობილი გიგანტური გალაქტიკაა, რომლის მასა არის აი განსხვავებით ჩვენი გიგანტური შავი ხვრელისგან. ამის მასა არის რამდენიმე მილიარდი მზის მასა. ესე იგი, აშკარად შავი ხვრელი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეგეთი დიდი მასა ვერ იქნება სტაბილური თუ არ ჩავარდა შავი ხვრელის რეჟიმში. შავი ხვრელი ბოლო რეჟიმია. მოკლედ, არსებობს ტელესკოპების სისტემა, ოღონდ ამას ერთი ტელესკოპის სახელით ვიცით, ამას ქვია Event Horizon Telescope, ანუ Event Horizon არის მოვლენათა ჰორიზონტი. ეს არის ცნობილი ტერმინი ფიზიკაში, რომელსაც შეგვიძლიათ ესე უწოდოთ. მოვლენათა ჰორიზონტი არის შავი ხვრელის ზედაპირი. ესე ცოტა უტრირებულია, მაგრამ ეგ არის. და ასე ქვია ამ ტელესკოპთა სისტემას, ამ ტელესკოპს, ამ პროექტს და ამ ტელესკოპმა გადაიღო ამავე შავი ხვრელების ყველაზე ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალი რეზოლუციით ფოტო. ჯერჯერობით ორია გადაღებული Sagittarius A ვარსკვლავი, ეს არის ჩვენი გალაქტიკის ცენტრის შავი ხვრელი და M87-ის. აი ესე გამოიყურება ერთის და მეორეც. აი შუაში რაც არის შავი ფონი, ის არის ზუსტად შავი ხვრელი და მის გარშემო არის მატერია, რომელიც ასხივებს. შავი ხვრელი თვითონ არ ასხივებს, ძირითადში. ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ და რა გამოვიდა? გამოვიდა რომ რატომ შავი ხვრელი კითხვა ეგ არის, რატომ სად hard disk-ი, სად შავი ხვრელი? ხო რა ვიცი, სად ერთი, სად მეორე. რატომ? ჯერ ერთი ჩანს რომ თურმე თქვენ რომ დედამიწის მასა გახადოთ, დედამიწა გახადოთ შავი ხვრელი, ნუ ის არ გახდება შავი ხვრელი არასდროს გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე, მაგრამ რომ გახდეს, მისი ზომა უნდა იყოს 1 სანტიმეტრი. 1 სანტიმეტრიანი რადიუსის ბურთი უნდა იყოს. ანუ მთელი ეს მასა უნდა შეყუმშოთ 1 სანტიმეტრ ზომაში. მზე რომ გახდეს, სხვა შორის მზეც არ გახდება შავი ხვრელი, მისი ბოლო ეტაპი არის, ამაზე პირველ ლექციაზე ვლაპარაკობდი, არის თეთრი ჯუჯა. ის გახდება დედამიწის ზომის ობიექტი, თეთრი ჯუჯა ქვია მაგ ობიექტს, მაგრამ შავი ხვრელი რომ გახდეს, ის გახდება 3 კილომეტრი ზომის, სფერული, 3 კილომეტრიანი სფერული ფორმის მქონე სხეული. აი ესეთი იქნებოდა. ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ ვინაიდან უფრო კომპაქტური ობიექტი ფიზიკიდან გამომდინარე არ შეიძლება არსებობდეს, ანუ არ შეიძლება არსებობდეს და თუ ფიზიკა ვიცით ჩვენ და იციან მათაც და მათ სავარაუდოდ ვიტყვი მაგასაც ჩვენზე უფრო ბევრი უნდა იცოდნენ, იმიტომ რომ დიდად სავარაუდოდ ჩვენ თუ ვეძებთ არამიწიერ ცივილიზაციას, უნდა იყოს ჩვენზე გაცილებით წინ წასული. აი ეს მეცნიერული მოსაზრება არსებობს ამისი ძალიან კარგი ვარაუდით. ამიტომ მათი სურვილი იქნება შავი ხვრელების გამოყენება hard disk-ად. ახლა ინფორმაციას როგორ შევინახოთ, ასე უტრირებულს მარტივად რო ვთქვათ. ინფორმაცია რა არის? რაღაც უნდა შევთანხმდეთ რაღაც წესებზე და თქვათ რა ვიცი, ერთი კენჭი, უჯრაში რო ჩავდო ერთი კენჭი, თქვათ ვიღაცასთვის რაღაცას ნიშნავს. ორი რო ჩავდო, მეორე უჯრაში დავამატო კიდე ერთი კენჭი, კიდევ რაღაცას ნიშნავს. და ასე შემდეგ რაღაც წესებზე რო შევთანხმდეთ, ანუ ან ბანზე შევთანხმდეთ, ხო? მაშინ გასაგებია რომ რაც უფრო ბევრი უჯრისგან შემდგარ თქვათ კარადას ავაწყობ, მით უფრო დიდი ინფორმაციას ჩავდებ შიგ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამ უჯრების ზომების შემცირება ვერ მოხდება უსასრულოდ. ისევ ფიზიკის კანონი ამბობს, რომ ძალიან შევამცირო ეს ზომა, ბოლოს უჯრა გახდება შავი ხვრელი. ანუ ჩავარდება შავი ხვრელის რეჟიმში. ესე იგი, ბოლო პლაზდარმი იმ, რა ქვია, ზომის იქნება რაღაც გარკვეული, რა თქმა უნდა, გარკვეული კვანტური ფიზიკიდან მოსული ეფექტი, მოსული ზომა, ამ ზომას ჩვენ ვეძახით პლანკის სიგრძეს, ყველაზე პატარა ზომას. და ანუ ეგ არის ზღვარი. ანუ ბუნება გვადებს ზღვარს, რის იქით არ შემიძლია. ანუ საერთოდ არც მაინტერესებს დაუშვათ როგორ აწყობენ ისინი ამ შავ ხვრელს, როგორ მიიღებენ ჯერ ერთი, თუმცა მაგაზეც ვილაპარაკებ, ჩვენ რაც ვიცით ის შეგვიძლია ვთქვათ. არც გვაინტერესებს როგორი იქნება იმ შავი ხვრელისგან შექმნილი hard disk-ი,
მაგრამ ნამდვილად შავი ხვრელი იქნება ყველაზე ოპტიმალური. და თუ ინფორმაცია გინდა შეინახო ძალიან დიდი, უსასრულო არა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობის, ბუნებრივია რომ იფიქრო შავ ხვრელზე, როგორც უკანასკნელ პლაცდარმზე ამ ტექნოლოგიაში გამოყენების. აღმოჩნდა, რომ თურმე, ეს არის პენროუზის თეორემა, პენროუზი ალბათ გაიგიათ არის ცნობილი ფიზიკოსი, რომელიც იყო სხვა შორის მასწავლებელი სტივენ ჰოკინგის, მისი ასპირანტი იყო სტივენ ჰოკინგი, მასთან დაიცვა ხარისხი. სტივენ ჰოკინგი ხომ იცით, ეტლში რომ იყო ის ცნობილი ფიზიკოსი, გარდაიცვალა რაღაც რამდენიმე წელია. პენროუზის თეორემა არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ინფორმაცია, ესე თეორემაში ცოტა სხვანაირად არის, რომ ენტროპია შავი ხვრელის არის პროპორციული შავი ხვრელის ზედაპირის ფართობის. ანუ რაც უფრო დიდი ზედაპირი აქვს შავ ხვრელს, რაც უფრო დიდი რადიუსი აქვს, მარტივად რო ვთქვათ, მით უფრო დიდი ზედაპირის ფართობი ექნება და მით უფრო მეტი ინფორმაცია აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის შენახვა ხდება შავ ხვრელში არა მოცულობაში, არამედ ზედაპირზე ხდება კოდირება. და დღეს მიდის ამაზე კვლევები, თურმე შეიძლება შავი ხვრელი დააპროგრამო კიდევაც, ანუ ჩადო ინფორმაცია, როგორ ჩავდოთ. ტექნიკურად დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამას, ანუ როგორ განახორციელებს ის ცივილიზაცია, ან თუნდაც ჩვენ, სხვა ჩვენს მივალთ მალე მაგ ეტაპამდე, რომ შევძლოთ შავი ხვრელების შექმნა და შეიძლება ახლაც ვქმნით და გეტყვით როგორ. რომ ნებისმიერ სხეულის ჩავარდნა შავ ხვრელში ნიშნავს, რომ ამ სხეულს მიაქვს რაღაც ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იბეჭდება ამ შავი ხვრელის ზედაპირზე. სადღაც რომელიმე ყუთში ჯდება, აი ეს ყუთია ნაჩვენები ფაქტიურად, ესე სქემატურად. და მე გითხარით რომ ყველაზე პატარა ზომა არის მეთქი რაღაც ზომა. კვანტური ფიზიკიდან გამოდის რომ თურმე ეს ზომა არის ამას ქვია პლანკის ზომა. მე საერთოდ ვთვლი რომ არის რაღაცეები, რაც უნდა იცოდეს ყველამ. ანუ განურჩევლად სპეციალობისა. ანუ უბრალოდ ტერმინოლოგიურ დონეზე არ არის აუცილებელი იცოდეს ღრმა ფიზიკა როგორი აქვს, მაგრამ ყველა უნდა ერკვეოდეს იმაში რომ არსებობს, ანუ მხატვარიც კი აქვს, შეიძლება ზოგიერთი ხართ ვინც აპირებთ ვაცზე და დიზაინზე და ამ მიმართულებით წასვლას, ანუ ხელოვნების ხალხი, ხო? მე ვთვლი რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ ის რომ თქვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც დგას ფუნდამენტურ ფიზიკაში, კვლევებში უდიდესი აღმოჩენების შედეგზე ვართ სუყელანი, მხრებზე ვდგავართ, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიაც რაც ახლა აი აქ ნახევარგამტარული ელემენტებით ხდება ამ კომპიუტერში, მე გადაეცემა იმ სისტემაში, მე მოდის აქ. ეს ყველაფერი არის კვანტური ფიზიკა, რაშიც რამდენიმე ნობელი არის, ბევრი ნობელია თავის დროზე აღებული. ამიტომ ის რისი ნაწილის თქვენ ხართ, მე რა რომ არიცით, არს გევალებათ იცოდეთ ფიზიკა, ხო? ანუ რაღაც დეტალებში. რაღაც ელემენტარულ დონეზე უნდა იცოდეთ მართლა, იმიტომ რომ ამ ცივილიზაციის ნაწილი თუ ხართ, უნდა პატივისცეთ ცივილიზაციას, ვინც ჩვენ ყველანი მოგვიყვანა აი ამ დონემდე, როცა მე თქვა შემიძლია თქვენ გელაპარაკოთ აი დიდი ხალხის შესახებ, როგორ ქმნიდნენ ისინი ამ ისტორიას, როგორ ქმნიდნენ ჩვენ დღევანდელობას, აი დღეს, რაც სადაც ვართ ახლა, რაზეც გელაპარაკებით ამას. ოკეი? მოკლედ ეს არის ზომა, პლანკის ზომა, ეს არის ყველაზე პატარა ზომა, რომლის იქითაც ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვიცით არც მათემატიკა და არც ფიზიკა, არ გვესმის. ყველა აპარატი ფუჭდება, ანუ ეს არის ბოლო ზღვარი დღევანდელი, რის იქითაც მართლა არ ვიცით ოღონდ. ის კი არა რომ რაღაც წარმოდგენები გვაქვს. ამიტომ ყველაზე პატარა ზომის ყუთია ეს შავხვრელის ზედაპირზე რომ გელაპარაკეთ რომ იქ ინახება, ანუ ყველაზე პატარა უჯრა, ეს კვადრატი შეიძლება იყოს აი ამ ზომით პლანკის სიგრძეზე, ну კვადრატი ერთნაირი ზომისაა, ხო? რა ზომაა ხედავთ? ერთი რო გაყოთ დაახლოებით 1.35 ნულით ამდენი, აი რაც მიიღებთ აი ამდენი მეტრი. ძალიან პატარა ზომაა. ანუ ძალიან დიდი ინფორმაციის ჩატევა შეიძლება, თქვენ რომ გქონდეთ უჯრა ამ ზომების, ну თქვათ 1 ბიტი შეინახება, 1 კვანტური ბიტი შეინახება იქ, მაგრამ თქვენ რომ გქონდეთ 2 უჯრა, 2 კვანტური ბიტი, მაგრამ თქვა წარმოიდგინეთ დაახლოებით 1 მილიმეტრში რამდენი ასეთი კვადრატი ჩაეტევა. 1 კვადრატულ მილიმეტრში უკაცრავად. ძალიან ბევრი, ხო? ამიტომ უკვე ჩანს როგორი პერსპექტივა შეიძლება იყოს ასეთი შავი ხვრელების გამოყენების შემთხვევაში, ასეთი სუპერ ან ჰიპერ მძლავრი hard disk-ის შექმნის თვალსაზრისით და რა? მოკლედ. აი ეს რაც თქვი. ესე იგი. ეხლა რაზეა ლაპარაკი? ანუ ჩვენ გვაქვს შავი ხვრელი,
ნუ სულ არის ხომ ფიქრი იმაზე, ნუ თქვა ვამბობთ რა არის შავი ხვრელი, რისგან შედგება, ხო? შავი ხვრელი არის ყველა ძლიერი გრავიტაციის მქონე ობიექტი. და დედამიწაც კი, რომელიც საერთოდ არანაირი საერთო არ აქვს შავ ხვრელთან, ანუ გრავიტაცია აქვს, მაგრამ ამის წყალობით ჩვენ აი დგომა შეგვიძლია მასზე და არ მივფრინავთ ზემოთ კოსმოსში. მაგრამ სუსტია მისი გრავიტაცია, ძალიან სუსტი. მაგრამ ველი არსებობს. ველი წარმოიდგინეთ, რომ არის სიმი, წარმოიდგინეთ ესეთი მოჭიმული სიმი და სიმს რომ გამოვკრა ხელი, ტალღები წავა, ხო? როგორც აღმოჩნდა, იქ სადაც გვაქვს ველი, ნუ იცი, გინდა სიმზე მექანიკური მოჭიმვა ამ სიმის და შემდეგ ტალღის შექმნა მექანიკური ტალღის, რომელიც სიმზე გარბის და გვესმის ხოლმე ის ბგერის სახით, ხო, გიტარაზე როცა უკრავს ვინმე. გინდა თქვათ ელექტრომაგნიტური ველი, ანუ მოხდქო რომ დავთქვათ მუხტი, მეორე სადმე სხვაგან მეორე მუხტი. ნახავთ რომ ეს მუხტები ერთმანეთს ან მიიზიდავენ, ან განიზიდავენ, ოკეი? და თურმე ამ მუხტის თუ თქვენ აი მათ შორის ახლა რატომ მიიზიდავენ? რა იცის ამ იქით რომ მუხტია, რომ აქ მუხტი არსებობს და მან უნდა ეს მიიზიდოს ან განიზიდოს. თურმე იმიტომ რომ მათ შორის ველია. ხო და ამ ველის მცირე შეშფოთება იწვევს ტალღას. ეს ტალღა არის ელექტრომაგნიტური ტალღა, თქვათ რადიო ტალღა, სინათლის რადიო ელექტრომაგნიტური ტალღა. ხო? და როგორც აღმოჩნდა, სადაც კი მაქვს ველი, რაღაც შესაბამისი, იქ შეიძლება მივიღო ტალღაც, ნუ თქვათ ელექტრომაგნიტური ტალღა. ამით ხდება რადიოკომუნიკაცია, ტელერადიოკომუნიკაცია ჩვენი ერთმანეთთან დედამიწაზე, ხო? ტელევიზიები გადასცემენ. მაგრამ ამავე დროს აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა ამ ტალღას თავისი კვანტური ანალოგი გააჩნია. რამდენად პატარა შეიძლება იყოს ის პირობითად ესე რომ ვთქვათ, აი იმ ტალღის სიმაღლე რამდენითაც შემიძლია მე ეს მოვჭიმო და ხელი გაუშვო. თურმე ნუ კლასიკურ ფიზიკაში ნებისმიერი რაგინტ პატარა, ნულიდან დაწყებული რაგინტ პატარათი შეგიძლიათ ზამბარა მოჭიმოთ, მაგრამ კვანტურში ეგრე არ არის. რაც უფრო პატარა ზომის სამყაროში მიდიხართ, ცოტა არასწორად ვამბობ, იმიტომ რომ კვანტური ფიზიკა ცოტა სხვანაირი სამყაროა, მაგრამ რაც უფრო მიკროსტრუქტურაში სამყაროში მიდიხართ, მით უფრო თავისი კანონები შემოდის და ერთ-ერთი თავისი კანონი არის ეს, თქვენ ზამბარას, რომელიც არის ძალიან პატარა, კვანტური ზომის, შეგიძლიათ მოჭიმოთ არა ნებისმიერ ზომაზე, არამედ დაწყებული რაღაც ზომიდან. ან მოუჭიმავია, ან იმ ზომისაა, ხო, აი ესე მარტივად რო ვთქვათ. სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ თურმე მოუჭიმავიც არ შეიძლება იყოს, მინიმუმ რაღაცა უნდა იყოს, აუცილებლად რაღაცის ტოლი უნდა იყოს ის ზამბარის მინიმალური ამპლიტუდა. 0 არ იქნება. ხო, და ამას ვეძახით კვანტს. აი ეს ტერმინოლოგიურად რო ვთქვათ. ხო, და ამიტომ აღმოჩნდა, რომ ყველა როგორც ვიცით აქამდე, ელექტრომაგნიტური ველის შესაბამისი ტალღის შესაბამისი კვანტური ანალოგი. ამას ეს არის კვანტი. ხო? აღმოჩნდა, რომ გრავიტაციული ველი ხო არსებობს. ესე იგი, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ გრავიტაციული ველის შეშფოთების, ანუ ტალღის შესაბამისი კვანტური ანალოგის უნდა არსებობდეს. ნუ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით სხვა მეთოდი გარდა ანალოგიებისა. ანუ როგორც მუშაობთ ჩვენ, მეცნიერებია, ჩვენ ყველაფერს ფიქრობთ ანალოგიებით, ანუ წინა ლოგიკა როგორიც იყო, იმას ვაზოგადებთ, მაგრამ მაინც წინაზე ვსხედვართ ყველანაირ, იქიდან გამომდინარე მოვდივართ. ამიტომ ეს მეთოდი არის ნუ ერთადერთი და აღმოჩნდა, რომ ამართლებს. ესე იგი, გრავიტონი არავის არ უნახავს ჯერჯერობით, მაგრამ ნუ მეცნიერება ასე ვითარდება. ოდესღაც არც ფოტონი იყო აღმოჩენილი, როგორც ერთი ნაწილაკი სინათლის, ელექტრომაგნიტური ტალღის კვანტური ანალოგი, მაგრამ დღეს აღმოჩენილია უკვე. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ გრავიტონის მართლა არსებობს, ეს არის კიდევ ერთხელ ეს არის ნაწილაკი, ვისაც გადააქვს ურთიერთქმედება ორ მასიურ სხეულს შორის. ნიუტონმა რაც აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი. ეს იყო კანონი, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი ორი სხეული, თქვათ ეს სხეული და ნებისმიერი სხვა, თუ ორივეს გააჩნია მასები, ერთმანეთს მიიზიდავენ გრავიტაციულად. ესე იგი ველი არსებობს გრავიტაციული, ესე იგი არსებობს ტალღის გრავიტაციული და გრავიტაციული ტალღები აღმოჩენილია. ანუ რაც მართლა აღმოჩენილია. ანუ დარჩა მისი კვანტური ანალოგის აღმოჩენა და თუ ჩვენ სწორად გვესმის კვანტური მექანიკა და როგორც ჩანს სწორად გვესმის, იმიტომ რომ ჯერჯერობით, ანუ ყველაფერი, ანუ მე სულ ამბობ ხოლმე ესე, მოკლედ რომ მეკითხებიან, რა იცით რომ კვანტური ფიზიკა მუშაობს. იმიტომ ვიცი რომ თქვენ ხედავთ ამ გამოსახულებას. ის ყველაფერი რაც აი ამ ლეპტოპში არის აბსოლუტურად კვანტურ ფიზიკაზე დაფუძნებული. ამიტომ მე ვიცი რომ კვანტური ფიზიკა მუშაობს ძალიან კარგად. იგივე კვანტური ფიზიკა არის კვანტურ გრავიტაციაშიც, ანუ ფუნდამენტურად იგივეა. ამიტომ ჩვენ გვჯერა რომ ესე იგი გრავიტონები არსებობენ და მაქსიმალური გრავიტაცია
აქვს შავხრელს, ესე იგი შავხრელი ფაქტობრივად უნდა შედგებოდეს გრავიტონებისგან. სავარაუდოდ აღმოჩნდა რომ საკმაოდ ესეთი გავრცელებული ვერსიით ის აი როცა ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ხოლმე მაინც რა არის შავხრელი, ისგან შედგება. ეს არის კონდენსირებული, ანუ ეს ორთქლი რომ აქვს წყლის და ტემპერატურა თუ დაეცემა ძალიან, ორთქლი ხდება, კონდენსირდება, ხდება წყლის ნამი და წყალი. აი რაღაც ეგეთი ანალოგია რომ მოიფიქროთ, რომ წარმოიდგინოთ, ეგ არის ზუსტად შავხრელის შიგთავსი რა არის, ეგ არის ზუსტად გრავიტონები. ხო და ამიტომ თუ არსებობენ ზე განვითარებული ცივილიზაციები, ან ერთი მაინც, ან რამდენიმე, ну, ძალიან ბუნებრივი სურვილი იქნება, რომ ამაზე ვილაპარაკო, რომ მათ შექმნან ეს, თქვათ, შავხრელზე დაფუძნებული Z-ტევადი hard disk-ი. მაგრამ ხა რატო გონია, რომ ისინი უნდა არსებობდნენ? საიდან ეს არ არის უბრალოდ ну, სურვილი შეიძლება იყოს, მაგრამ მეცნიერება თავდება იქ, სადაც სურვილის იქით ვერ მიდიხარ. ამიტომ რაღაც მეცნიერული სამეცნიერო პარადიგმა უნდა იყოს, რატომ ვფიქრობთ, რომ თუ ისინი არსებობენ, მაშინ ისინი გაცილებით განვითარებულები უნდა იყოს ვიდრე ჩვენ. რატომ გონია ასე? უკანასკნელი კვლევებით სამყაროში არის დაახლოებით 2 ტრილიონი galaktika. ცოტა ხნით ადრე, ცოტა ხნით ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ ფიქრობდნენ, რომ 10 წლის წინ დაახლოებით. ფიქრობდნენ, რომ ну რაღაც 100 მილიარდი. დღეს უკვე ვიცით, რომ 2 ტრილიონი მინიმუმ ქვედაზღვარი. არის სამდენი galaktika მთელ სამყაროში. ჩვენ ერთ-ერთი galaktika ვართ, ჩვენი galaktika არის ირმის ნახტომი, Milky Way. თითოეულ galaktikaში არის ну 100 მილიარდი ვარსკვლავი. ესეც კვლევებით ვიცით უკვე ძალიან კარგად. როცა ეს მეცნიერება ასტროფიზიკა ყალიბდებოდა, მაშინ ბევრი რამე არ იცოდა კაცობრიობა, მიგივე ნიუტონი, რომელიც ну ერთ-ერთი ფუძემდებელია ფაქტიურად ასტროფიზიკის პირდაპირ არა, მაგრამ ფიზიკის და ფიზიკა ეფუძნება, ასტროფიზიკა ეფუძნება ფიზიკის კანონებს და ნიუტონის კანონებს. მან ეს არ იცოდა, მაგრამ ну აი ეს ყველაფერი დღეს უკვე ვიცით ჩვენ. და აღმოჩნდა რომ თითქმის ყველა ვარსკვლავს გააჩნია პლანეტა. მინიმუმ ერთი. როგორც წესი რამდენიმე. ეხლა თუ მინიმალისტური პოზიციიდან მიუდგებით, ყველაზე მცირე, სულ მცირე, გამოგეთ რომ თელ სამყაროში უნდა იყოს 10 ხარისხად 23 პლანეტა. ერთს რომ მივუწოთ 23 აი ამდენი ცალი პლანეტა. რომელთაგან დიდი ნაწილი სხვათა შორის არის კლდოვანი. ანუ ასეთი. ჩვენ რო ვდგავართ, შეგვიძლია გავიაროთ. მასა სხვა აქვს, ზომა სხვა აქვს, მაგრამ კლდოვანი. მაგრამ ასევე არის ატმოსფერული პლანეტები, ანუ იუპიტერის მსგავსი. იუპიტერის მყარი ნაწილი აქვს ძალიან ღრმად შიგნით, ანუ თუ არ ჩახვედი ატმოსფეროს შიგნით, ძალიან შორს იქ დაადგავ ფეხს. ნუ არავის არ ურჩევ, მაგრამ მაინც. მაგრამ ატმოსფეროა ძირითადში. ეგეთი პლანეტებიც არსებობს, გიგანტური პლანეტები მათ შორის. ხო და ეს ნიშნავს რას, რომ ანუ წარმოდგენა იმის თქმა, რომ ანუ არავინ არ არის. ნუ რა ვიცი. ალბათობა ნახეთ როგორია, პირდაპირ რომ დაუშვა რომ არავინ არ არის. ეს სკეპტიციზმი მეცნიერებსაც ჰქონდათ, кайხანი. ნუ რატო უნდა იყოს სიოცხლე სადმე. მაგრამ ამის მიზეზები იყო სრულიად სხვა. და იმედია მივყვები და მოგიყვებით მაგ ისტორიასაც. როცა ვლაპარაკობთ მაღალ ცივილიზაციებზე, გვიწევს ყოველთვის ხსენება ამ გენიალურ ადამიანის ნიკოლაი კარდაშევი, ძალიან ცნობილი ასტრონომი, ტიტულოვანი ძალიან, გარდაიცვალა ასევე რამდენიმე წლის წინ, აი ბოლო წლებში რამდენიმე ძალიან დიდი ფიგურა წავიდა ფიზიკაში და ასტრონომიაში. კარდაშევმა, როცა ის მოღვაწეობდა იმ დროს 60-იან წლებში წინა საუკუნის, ჩაისახა სწორედ ეს დარგი, სეტი. და შემოიტანა კლასიფიკაცია. რიცხვებზე დაფუძნებული კლასიფიკაცია, ან როგორი უნდა იყოს ტექნოლოგიური ცივილიზაცია. ყველაზე საინტერესო იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვიცით როგორები, აი სულ ამას ხას ვუსვამ, რომ ჩვენ არ ვიცით ისინი როგორები არიან. თქვათ კარლ სეიგანი თვლიდა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ, თქვათ, ცოცხალი სიოცხლე შეიძლება იყოს კოსმოსში, ძალიან ეგზოტიკურიც, მათ შორის პლაზმური სახის. ეხლა შეიძლება ვიდეოთ კი არა, მაგრამ ლაპარაკი იმაზეა, დიდად სავარაუდოდ, ჩვენ როცა მათ შევხვდებით, თუნდაც პატარა მანძილზე, ნუ რა ვიცი, მე არ ჩამოვართმევდი ხელს, თუ ხელი აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ტოქსიკური იყოს, ძალიან განსხვავებული იყოს, ტემპერატურა ძალიან მაღალია, ძალიან დაბალი, იმდენად დიდია კოსმოსში, ანუ ჩვენი სიოცხლე როგორ მოვიდა, ძალიან ბევრი მუტაციით. საკმარისია სადღაცას რაღაც ისტორიული ეტაპი, გეოლოგიური ეტაპი, სხვანაირი ყოფილიყო.
თქვათ ასტეროიდი არ დაცემულიყო 65 მილიონი წლის წინ, დედამიწას დინოზავრები არ გადაშენდებოდნენ და დიდად საუბრობთ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით, იმიტომ რომ დინოზავრებმა ჩვენ დაგვითმეს ადგილი. ანუ ბევრი ეგეთი ეტაპი მოხდა, მე იმის მერეც მოხდა. მარტო ეგ არ იყო, იმის მერეც ძალიან ბევრი ნაბიჯი გაიარა გეოლოგიური და ასტრონომიული ჩვენმა უახლოესმა სამყარომ, დედამიწის მზის სისტემამ, რომ აქამდე მოვედით. ანუ ის პირობები შეიქმნა, რაც ჩვენ გვინდოდა. თვარე, მოკლედ, ბევრი ძალიან. ხო და ამიტომ დიდად საუბრობთ ისინი ძალიან განსხვავებულები არიან, მაგრამ ფიზიკა გვეუბნება ერთ ძალიან ფიზიკა ამიტომ არის. მე რო ვსაუბრობ ხოლმე ყველაზე ფუნდამენტური მეცნიერება, ხანდახან შეიშმუშნებიან ხოლმე არა ფიზიკოსები, მაგრამ ასია მართლა. ფიზიკას დაფუძნებულია ქიმია. ქიმიაზე მინიმუმ ის ბიოლოგია, რაც ჩვენ ვიცით, ჩვენ რისგანაც შევდგებით, აი რაც როგორი ბიოლოგიაც გვაქვს, ის ბიოლოგია. ამიტომ ფიზიკა არის მართლა ფუნდამენტი. და ფიზიკა არის საერთო ჩვენთვის, მათთვის, ყველას, ჩვენ საერთო სამყაროში ვცხოვრობთ. და ამიტომ გინდა არ გინდა, რაც ვთქვი თავიდანვე, გვიბიძგებს ბუნება ჩვენს და მათაც ერთნაირად ვიმოქმედოთ რაღაც ენერგეტიკულად კრიტიკულ სიტუაციაში. მაგალითად, რამდენიც არ უნდა ვიჩალიჩოთ ჩვენთ და მათაც სინათლის სიჩქარე და სწრაფად ვერ ვიმოძრავებთ. ამიტომ ეს შეზღუდვა გვაქვს საერთო. და ეგეთი საერთოების პოვნის მერე შეიძლება რაღაც გარკვეული საერთო სურათი ჩამოვაყალიბოთ, რაც კარდაშევმა ტექნოლოგიური ცივილიზაციების ფაქტურად რუკას ავიდდადო. მან თქვა, რომ არსებობს სამი კატეგორია. პირველი, მეორე, მესამე. პირველი, რომელიც მოიხმარს იმ ენერგიას თავისი ვარსკვლავიდან, რომელიც ეცემა იმ ენერგიას, რომელიც ეცემა პლანეტას მთლიანად. ანუ ხო ხდებით ეს კი ვამბობ მთლიანად, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილია იმ ენერგიის, რაც ვარსკვლავიდან მოდის. ეს არის ძალიან პატარა გაშლილობის კუთხის მქონე კონუსში მოქცეული ენერგია. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ რასაც მოვიხმართ წლიურად, ეს არის მიზერი იმისი, რაც ჩვენს პლანეტაზე ეცემა მზიდან. და ჩვენ რომ მივიდეთ იმ დონემდე, ნუ რაღაც დრო გჭირდება. მეორე დონე არის თუ უფრო ტექნოლოგიურად განვითარებულია ცივილიზაცია. აი ჩვენც რომ ჩვენ თავს შევხედოთ, ნახეთ, ჩვენი ისტორიას, ხა ჩვენ დიდი სტატისტიკა არ გვაქვს, ჩვენი სტატისტიკა გვაქვს, ჩვენი ცივილიზაციის, ანუ ეს ფართო გაგებით. რა ენერგიას მოიხმარდა პირველყოფილი ადამიანი? თავიდან მხოლოდ იმას, რასაც ჭამდა, ეგ არის ენერგია. და მერე უკვე ცეცხლი მოათვინიერა. ანუ ოდნავ წავიდა ზემოთ მოხმარების ტემპი, სიმძლავრე. იქ რომ ვინმე თელასივით ყოლოდა, ალბათ გადაშენდებოდა ის პირველყოფილი. ხო და ამიტომ რაც უფრო ვითარდება ადამიანი ინტელექტუალურად, მით უფრო მეტი არეალი აქვს შრომის და მეტი მოთხოვნა აქვს ენერგიაზე. ამიტომ შემდეგი ეტაპი, ანუ ჩვენთვის ჩვენ არ ვართ პირველი დონე სხვათაშორის. ჩვენ რო პირველი დონე გავხდეთ, ესე იგი, ჩვენ გვჭირდება რაღაც დრო, იმიტომ რომ ჩვენ მოვიხმართ იმის გაცილებით პატარას, ვიდრე იმ ენერგიას, წლიური რომ დათვალოთ რა, ყველა კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში რა ენერგია, ელექტროენერგია ძირითადად ჩვენ შემთხვევაში. რას ხარჯავთ, აღმოჩნდება ძალიან პატარა ნაწილი იმისი, რაც მზიდან ეცემა ყოველ წამში ჩვენს პლანეტას. და ნუ აი უფრო რომ განვითარდებით. ალბათ განვითარდებით, თუ ერთმანეთი იქამდე არ გავანადგურეთ. მაშინ ბუნებრივია, ძალიან ბუნებრივი გაჩნდება. ხომ არ მოვათვინიეროთ მზე, ანუ ჩვენი ვარსკვლავი. ანუ ესე იგი, გამოვიყენოთ მთელი ენერგია ვარსკვლავის. ეს იდეა შემოიტანა ფრიმან დაისონმა. გარდაიცვალა ასევე რამდენიმე წლის წინ. ძალიან ცნობილი ფიზიკოსი იყო, ძალიან ესეთი დიდი რანგის, მაღალი რანგის ფიზიკოსი, ერთ-ერთი უკანასკნელი მაღალი დიდი რანგის ინტელექტუალი, რომელიც ბოლო დრომდე ცხოვრობდა. ძალიან საინტერესო ინტერვიუები აქვს, მე გირჩევთ. მოიძიოთ მისი საქმიანობა ზოგადად. და მას ჰქონდა ესეთი იდეა, რომ თუ ცივილიზაციები რაღაც დონეს მიაღწევენ და გაუჩნდებათ სურვილი მოათვინიერონ ვარსკვლავი, ანუ გამოიყენონ მთელი ენერგია, ერთადერთი გზა. ის ფიზიკის კანონი ამბობს. აი ჩვენ არ ვიცით როგორები არიან, რას არსებობს იქ თუ არა, ფიქრობენ თუ როგორ ფიქრობენ, როგორი კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან, ლაპარაკობენ, მეტყველება არის თუ არ გვაინტერესებს, მაგრამ ფიზიკა გვეუბნება ერთ რამეს. ეს რომ მოინდომონ, მათ ეს სავალდებულო იქნება ვარსკვლავი მოაქციონ გარსში. და მე უფრო საინტერესო იწყება სინამდვილეში, ნახეთ ის იმ გარსიდან ამას ვიძახით დაისონის სფეროს. დაისონის სფეროს ძიება დაიწყო
გაგრძელდა მათ შორის ჩვენს ერაშიც 21 საუკუნეშიც და დაახლოებით 16-19 კანდიდატია ნაპოვნი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, ანუ ვერ ვიტყვით რომ დაისონის სფეროებია, მაგრამ საჭიროებს დამატებით კვლევას. მაგრამ ნუ ასეთია, ანუ ეს არის მეორე დონე, ქვია ამას. და მესამე დონე ქვია galaktikურ ცივილიზაციას. ვისაც შეუძლია მოათვინიეროს galaktika, ანუ გამოიყენოს galaktikis მთელი ენერგია. და თუ ეს არის galaktikური ცივილიზაცია, ანუ მესამე დონის ცივილიზაცია. მოკლედ. აი ამ სამს თუ შევხედავთ და თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენი ტექნოლოგიური ზრდა ენერგიის მოხმარების წლიური დედამიწაზე გულისხმობ და არა საქართველოში, ჯამში, რო ავჯამოთ ყველა. წლიური ენერგიის მოხმარების ზრდა რომ დავუშვათ რომ არის 1%, ისე 2% ეხლა ლოკალურად აი ამ პერიოდში, რამდენიმე ათეული წელი 2% არის წლიური ზრდა. მაგრამ პესიმისტურად ცოტა. თქვათ 1%-იანია. პირველ დონეს ჩვენ მივახცევთ ჩვენ 1000 წელში, მეორეს 3000 წელში დამრგვალებული რიცხვებია, ესეთი კარგი რიცხვები იქ არ არის, მაგრამ რო დავამრგვალოთ. და მესამე დონეს დაახლოებით 5000 წელში. ეხლა წარმოიდგინეთ რომ გქონდეთ რა რიცხვებზეა ლაპარაკი, რამდენად უმნიშვნელოა ეს დროები. ჩვენ ხომ უნდა მივსჯელოთ galaktikურ სკალაზე. ანუ galaktikაში საშუალოდ აი ჩვენ galaktikაში რამდენიმე ასეული მილიონი ან მილიარდი წლით უფრო წლოვანი ვარსკვლავებია. საშუალოდ უმეტესობა ვიდრე მზე, ვიდრე ჩვენი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ იქ დაიწყო ევოლუცია, ანუ ჩაისახა სიცოცხლე, უფრო ადრე და ანუ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ალბათობა უფრო მეტია რომ დაწყებულიყო უფრო ადრე სადღაცას და თუ ევოლუციურად განვითარდა, მაშინ დიდი შანსია რომ იქ გაცილებით წინ წასული იყოს ცივილიზაცია ვიდრე ჩვენთან. ამიტომ ამბობ რომ თუ როცა ჩვენ ვეძებთ არამიწიერ გონიერ სიცოცხლეს, ყველაზე მეტი შანსი გვაქვს ვიპოვნოთ ჩვენზე გაცილებით წინ წასულები. მიზეზი არის ორი. ერთი რომ ჩვენაერებს რა თქმა უნდა არსებობენ, მაგრამ იმედია, მაგრამ ჩვენაერების დაჭერა ჩვენს გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ტექნოლოგია არ არის ძალიან ძლიერი, ამიტომ მათი ტელესკოპებით სუსტია, ჩვენიც სუსტია, ერთმანეთს დიდი შანსია რომ ავსდეთ. მაგრამ თუ ძალიან ძლიერია ის სისტემა, ჩვენ მათი პოვნა შეგვიძლია. ეს არის მთელი სეტის დარგი, ფაქტიურად. ამიტომ უფრო მოსალოდნელია ჩვენზე გაცილებით წინ წასულის პოვნა. ეხლა ფაბრიკა, ანუ თქვათ ის ცივილიზაცია, ხო, უნდა რომ შექმნას შავი ხვრელი, მაგრამ როგორ? აღმოჩნდა რომ ჩვენ თურმე შეიძლება ვქმნით, ის კი არა შევქმნათ, შეიძლება ჩვენ დღესაც ვქმნით შავ ხვრელებს CERN-ის ლაბორატორიაში. ну CERN-ი არის ლაბორატორია, ეს არის ამაჩქარებელი, მაგრამ იმდენად მოკლეშინასი რო გითხრათ, ეს არის ნაწილაკებს აჯახებენ, თქვათ, პროტონი, ჩვენ შევდგებით ატომებისგან, ატომის ბირთვში არის პროტონები და ნეიტრონები, აი პროტონები, დადებითად დამუხტული ნაწილაკებია, ძალიან პატარები. პროტონებს აჯახებენ პროტონებს. და ძალიან მაღალ აი აქეთ მარცხენა სურათზე ხედავთ, ეს რეალური ერთ-ერთი ფოტოა, ესეთი ტიპიური ანიმაცია. ორი პროტონის დაჯახებით რა ნაწილაკები წარმოიქმნება, უამრავი. თქვენ წარმოგიდგენთ, ერთ-ერთი შეიძლება იყოს შავი ხვრელიც. აღმოჩნდა რომ თურმე სავარაუდოდ თუ არსებობს ეგრესობული ექსტრა განზომილებები, ეს არის რა, აი ჩვენი განზომილება, ჩვენი სამყარო არის 4 განზომილებიანი. ერთი დრო და სამი სივრცე. ну ესე ვამბობთ. ну იქ სადაც ჩვენ შეგვიძლია მოგზაურობა, სიარული და ასე შემდეგ, სამ განზომილებიანი სივრცეა. სიგრძე, სიმაღლე, სიგანე, ხო? არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ შეიძლება ჩვენი სამყარო სივრცულად იყოს 2-ით უფრო მეტი ან კიდევ უფრო მეტი. და თუ ეს ესია, მაშინ აღმოჩნდება რომ თქვენ რომ შავი ხვრელი შექმნათ, გჭირდებათ უფრო ნაკლები ენერგია, ვიდრე რომ არ არსებობდეს დამატებითი განზომილებები. მაშინ CERN-ი არ ეყოფოდა. და თუ მართლაც დამატებითი განზომილებები არსებობს ჩვენ სამყაროში, ჩვენ სივრცეში, მაშინ ჩვენ დიდად სავარაუდოდ ახლაც ვქმნით შავ ხვრელებს. CERN-ის ლაბორატორიაში. სხვა შორის მიდის მონაცემთა ანალიზი. იქ ექსპერიმენტები გრძელდება პერიოდულად. ყოველ ჯერზე იწერს აი კომპიუტერული სუპერკომპიუტერი იწერს ამონაცემს და ახლა მიდის ანალიზი, მე ანალიზი ჭირდება ხოლმე თვეები. ხანდახან წლები. იწერს ამ მონაცემებს და
იმ მონაცემებიდან უნდა გამოჩნდეს ცალსახა ხელწერა შავი ხვრელები წარმოიქმნება თუ არა. ესე იგი, საქმე ის გახლავთ, რომ შავი ხვრელები, როგორც ადასტურებს თეორიაც, საკმაოდ მალე უნდა გაქრნენ მიკროშავი ხვრელები. ანუ ის შავი ხვრელი, რომელიც წარმოიქმნა პროტონის ანტიპროტონთან ან პროტონთან დაჯახებით, თუ წარმოიქმნა, არის ძალიან პატარა მასის. და აღმოჩნდა, რომ რაც უფრო პატარა აქვს მასა შავ ხვრელს, მით უფრო აგრესიულია. აი ეს პატარა ძაღლები რო არიან ხოლმე უფრო აგრესიულები, ვიდრე დიდია. მე მყავს პატარა და უშველებელ დოგებს მიახდება ხოლმე და სულ მეშინია რომ არ შეჭამონ. აი ეგრეა შავი ხვრელის დაახლოებით. რაც უფრო პატარა, უფრო აგრესიულია. მეორე საკითხია, რატო, მაგრამ ნუ ასია. პატარა შავ ხვრელს უფრო მაღალი ტემპერატურა აქვს და მაღალი ტემპერატურა ნიშნავს, რომ იწყებს გამოსხივებას, იმიტომ რომ ნუ ტემპერატურა თუ მაღალია, რავი, ნაკოშაი რო გააცხელოთ, ჩანს ნიშნავს რომ გამოსხივებაა, ხო? აი რაღაც ესეთი ეფექტია დაახლოებით. და ამ გამოსხივების გამო ენერგიას ოკარგავს. ენერგიას კარგავს, ანუ მასას კარგავს. ანუ ამას ვეძახით ხოლმე, რომ შავი ხვრელი ორთქლდება. და რაც უფრო პატარაა შავი ხვრელი, მით უფრო სწრაფად ორთქლდება. და ის მიკროშავი ხვრელები რომელიც CERN-ში მიიღება, თუ მიიღება, იმდენად სწრაფად ორთქლდებიან, რომ ჩვენ ვერ ვიჭერთ ექსპერიმენტში პირდაპირ, ვერ ხედავთ, ვერ ვასწრებთ. ოკეი, ამიტომ ჭირდება ამას ანალიზი, მონაცემთა ანალიზი, რომ დავასაბუთოთ იქ არის თუ არა შავი ხვრელები CERN-ის ექსპერიმენტში, CERN-ის ლაბორატორიაში. წარმოიქმნება თუ არა. მეცნიერული აპარატი მაგიტომ არის კარგი. ჩვენ პირდაპირ არ შეგვიძლია ხელი ჩავკიდოთ, ჩავავლოთ იმ შავ ხვრელს, ეგზოტიკურ შავ ხვრელს, მაგრამ თურმე აღმოჩნდება, რომ მაინც შეგვიძლია ალბათ და მაინც შეგვიძლია ვთქვათ, იქ შავი ხვრელები წარმოიქმნებიან თუ არა, თუ რაღაც დრო არის საჭირო ამ ანალიზისთვის და ჯგუფები მუშაობენ ამაზე. ექსპერიმენტები უკვე ჩატარებულია და იმ ანალიზს ატარებენ იმ მონაცემების, ხო? მოკლედ. ამიტომ მე რაც ვილაპარაკე, ძალიან ესე იგი, გაცილებით მეტი შანსია, რომ მათ კონდეთ ზეგანვითარებულები არიან და კონდეთ ეკნება ჯერ ერთი სურვილი, რომ შეინახონ მონაცემები. და მაშინ ბუნებრივია, რომ ჩვენ თუ ვქმნით შავ ხვრელებს, აბა ისინი ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ კი არის, მაგრამ ასევე სავარაუდოა რომ ვქმნით და ისინი ძალიან დიდი შანსია რომ ქმნიან შავ ხვრელებს, იმიტომ რომ შავი ხვრელი ერთადერთი ყველაზე ბოლო პლაცდარმია, ყველაზე კარგი ჰარდისკის. ხო? ყველაზე კარგი ჰარდისკის. ამიტომ ისინი ქმნიან სავარაუდოდ დიდად. მაგრამ ნუ კაი, ქმნიან, მერე რა. რა ვიცი, შავი ხვრელი შექმნეს, თავისთვის არიან. ყველაზე საინტერესო აქ არის ის მეცნიერება არის ემპირიული დარგი. ანუ მე რამდენის არ უნდა ვიტყვი ჟარგონად გავახურო აქ და ვთქვა რას მინდა ის, თუ ეს არ გადის ექსპერიმენტზე, ანუ არ გადის ემპირიულ შემოწმებაზე, ფუჭი აზრი არ აქვს. არანაირი აზრი არ აქვს. მაგათ პარალელური სამყაროების გარკვეული კლასი სამყაროების თეორია, ძალიან ბევრი ლაპარაკობს ამაზე, ნუ აბსურდია, იმიტომ რომ ის იმ შემთხვევაში გარკვეული კლასი ისეთი სამყაროებია, ერთმანეთთან არ ურთიერთქმედებენ პრინციპულად, ანუ ინფორმაციას ვერ გააგზავნი, იქიდან ვერ გამოგიგზავნის, ანუ ვერ გაზომავ და თუ ვერ გაზომავ პრინციპულად დღეს კი არა, ვერასდროს, მაშინ ის სამყარო გინყოფილა გინდა რა, რელიგიის კონტექსტში გადის. ხო? მეცნიერებიდან ამოვარდნილია, მეცნიერება არ არის, ეგ ანტიმეცნიერულია, ეგეთი კონცეფციები. და ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ რაღაცა, თქვათ, კაი, ჰარდისკი, ძალიან კაი. იყენებს შავ ხვრელს, ოკეი. არაშეულებრივია, მაგრამ მე რა, შემიძლია თუ არა აღმოვაჩინო ცაზე, მათი კვალი. მათი შავი ხვრელების ფერმის კვალი, ანუ სავარაუდოდ ფერმა უნდა ქონდეთ შავი ხვრელების. ანუ როგორც ჩვენ გვაქვს, რა დედამიწაზე რამდენი ჰარდისკია. რა ვიცი, უამრავი, ხო? რამდენი ადამიანიცაა მინიმუმ 2 იმდენი ჰარდისკია, იმიტომ რომ მინიმუმ, იმიტომ რომ ერთ smartphone-ის გაქვს და ისეც გაქვს, რა ქვია, კომპიუტერიც გაქვს, ხო? ხო, და ამიტომ რაღაც ასეთი ბუნებრივი კითხვა იბადება, კი, მაგრამ მე როგორ ვიპოვო ისინი? ოკეი. და აქ გვეხმარება ის რაც არის კვანტური ფიზიკა. აღმოჩნდა რომ ვაკუუმი არ არის უბრალოდ სიცარიელე. ეს არ არის უბრალოდ მათემატიკური ნული. არ არის. ვაკუუმში მუდმივად, რა ვიცი, რამდენად კარგად ჩანს, მუდმივად იბადებიან და ქრებიან, ამას ვიზახით ანიჰილაციას, ნაწილაკები. იბადებიან და ქრებიან. ოღონდ იმდენად სწრაფად ხდება, აი ეს ფორმულა ესე იმ სერიიდან არის. მიუხედავად იმისა, რა სპეციალობას აირჩევთ, ხო თქვენ, მინდა რომ ეს ფორმულა თვალით იცოდეთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი გენიალური დიდი ადამიანის ვერნერ ჰაიზენბერგის ფორმულა, განუზღვრელობის პრინციპი, ერთ-ერთი ფორმულა იმ პრინციპიდან, რომელიც გვეუბნება, რომ შეიძლება სამყაროში ენერგიის ესე უხეშად რო ვთქვათ, ენერგიის შენახვის კანონი დაირღვეს, რაღაც დელტა E-ი, E არის ენერგია
დელტა t დროის განმავლობაში და აი ეს h ხაზით როა h ბარი მეორედი h ეს არის პლანკის კონსტანტი რომელიც ძალიან პატარა რიცხვია მაგრამ ესე მოკლე შინაარსი რო გაიგოთ ესე იგი იმდენად სწრაფად ხდება ეს დარღვევა რომ ჩვენ ვერ ვასწრებთ ექსპერიმენტზე დავიჭიროთ ანუ დარღვევაც არ არის ამიტომ მაგრამ ეს პრინციპული იმიტომ არის რომ ვაკუუმი თურმე არ არის რაღაც მათემატიკური ნული არ არის ძალიან კომპლექსური გარემოა იბადებიან და ხრებიან ნაწილაკები მაგრამ თუ ეს ყველაფერი ხდება შავი ხვრელის სიახლოვეში კერძოდ შავი ხვრელის ზედაპირზე არის ძალიან დაძაბული გარემო ანუ გრავიტაცია არის ყველაზე ძლიერი პირობითად რა ვთქვათ ამის გამო ხდება აი ამ ვაკუუმის გახლეჩვა ანუ ის ნაწილაკები რომლებიც დაიბადნენ შეიძლება ისე მოხდეს გარკვეული ალბათობით რომ ერთი ჩავარდეს შავ ხვრელში და მეორე ამოვარდეს გარეთ მე დავინახავ ამას ძალიან გამრუდებულია შავი ხვრელის ზედაპირი ანუ სიახლოვე ხო და აი ამ გამრუდების გამო ერთი ნაწილაკი რომ ჩავარდა მეორე რომ ამოვარდა მე ამას ფაქტიურად როგორ შევაფასებ როგორც თითქოს შავი ხვრელი ასხივებს შავი ხვრელი არ ასხივებს ჰოკინგის გამოსხივება კი ქვია ამბობთ ხოლმე შავი ხვრელი ასხივებს შავი ხვრელის უშუალო სიახლოვე ეგრეთ წოდებული მოვლენათა ჰორიზონტი ანუ იქ სადაც ძალიან დაიძაბება ეს რა ქვია გრავიტაციული ველის გამო ძლიერი გრავიტაციული ველის გამო და კვანტური ეფექტების გამო სადაც დაიძაბება ვაკუუმი იხლიჩება და ნუ ესე ვცდილობ რომ ძალიან ჟარგონულად იმიტომ რომ პირდაპირ აღსაქმელი მაინც არ არის მაგრამ გარკვეული წარმოდგენა რომ შეგექმნათ რა ხდება და ეფექტურად გამოდის რომ გვაქვს ანუ გარე დამკვირვებლისთვის ვინც შორს უყურებს შორიდან უყურებს ამ ეგეთ შავ ხვრელს მიკრო შავ ხვრელს ხო თქვი რომ დიდი შავი ხვრელები მძიმე შავი ხვრელები ეგეთები არ არიან აგრესიულები არ არიან მიკრო შავ ხვრელს უყურებ ხედავთ როგორც თითქოს შავი ხვრელი ასხივებს მაგრამ აქ არის ყველა საინტერესო რამე ის ასხივებს არა მარტო სინათლის გამოსხივებას ანუ ელექტრომაგნიტურ ტალღას ის ასხივებს ყველაფერს ყველა იმ ნაწილაკს რომელიც არსებობს თუნდაც არ აღმოგვიჩენია ჯერ ხო და ეხლა წარმოვიდგინეთ ერთ წამით ერთი მხრივ უნდა იმ ცივილიზაციას რომ შექმნას სუპერ ჰარდ დისკი და მიაგნო რომ სუპერ ჰარდ დისკი უნდა იყოს შავი ხვრელი ჩვენ მივაგენით მაგას სხვათა შორის უკვე და ესე იგი მათ კიდევ უფრო იციან მაგრამ გარკვეული მოსაზრებით ხო შეიძლება იფიქრონ რომ მოდი რაღაც ჩავსვათ ყუთში ანუ დავმალოთ ეს ჩვენი ფერმა შავი ხვრელების დავმალო ნიშნავს ეკრანირება მოვახდინო თქვა გამოსხივების რომ გარეთ არ გამოვიდეს იცით მუღამი რაშია მუღამი იმაშია რომ არსებობს გარკვეული კლასი ნაწილაკების მინიმუმ რაც ვიცით რომლებიც ეკრანირება გარში მოქცევა შეუძლებელია ეს არის ნეიტრინოები ეს არის კლასი ნაწილაკების რომლებიც არ ურთიერთქმედებენ ანუ შეუძლებელია ეკრანირება ესე იგი ვერ მოაქცევ ყუთში ეს ნიშნავს იმას რომ არაფერთან არ ურთიერთქმედებს იმიტომ ყუთი ნიშნავს რომ თუ ყუთში ჩაიჭირე ვინმე რა ვიცი ახლა ჩვენ აქ ჩაჭერილები ვართ გარეთ ხო ვერ გავალთ სანამ კარებს არ გავაღებთ იმიტომ რომ ჩვენ კედელთან ურთიერთქმედებთ ეს კედელი ჩვენთან შემოდის ურთიერთქმედებაში და გვიშლის ხელს ის არ ურთიერთქმედებს არაფერთან აი ესე თვისება აქვს უცნაური თვისება აქვს ნუ ეგოისტია ძალიან და ანუ იმდენად სუსტი ურთიერთქმედება აქვს მას სუსტი ბირთვული ქვია ამ ურთიერთქმედებას ის რო იცოდეთ ძლიერი ბირთვული არის რის გამოც ბირთვში არიან დამაგრებული ერთად თუნდაც პროტონები ვინც უნდა ერთმანეთი განიზიდონ ძალიან ძლიერი ელექტრული ძალით მაგრამ ბირთვული ძალით მიზიდულობაა მათ შორის და ეს არის სუსტი ბირთვული ურთიერთქმედება არ ურთიერთქმედებენ თითქმის არა თლათ ბოლომდე არა თითქმის არავის არის იმდანაც არ ურთიერთქმედებენ დედამიწა შეუძლიათ გაიარონ დედამიწას რომ დაანათოთ ნეიტრინოები ყოველი ნეიტრინო გაივლის თითქმის ყოველი ნეიტრინო გაივლის მთელ დიამეტრს ისე რომ არავისთან არ ჩაიხშობა ძალიან მცირე ნაწილი იქნება ნეიტრინოების ვინც შეიძლება ჩაიჭიროს დედამიწამ ოკეი და ეს არის ძალიან საინტერესო მაინც ანუ ხო თქვი თავიდანვე რომ თუ არაფერთან არ ურთიერთქმედებს ბოლომდე მაშინ ეგეთი ნაწილაკებიც ფიზიკური ობიექტები არ არიან ფიზიკური ობიექტი მხოლოდ ის არის ვისი აღმოჩენაც შეიძლება აღმოჩენა ნიშნავს ურთიერთქმედება მასთან მე როგორ შემიძლია გავიგო ეს სხეული აქ არის თუ არა რა ვიცი ხედავ მოვკიდებ ხელს ანუ ჩემთან ურთიერთქმედებს იქიდან წამოსული სინათლე ან აქედან წასული იქით ირეკლება თქვენს ხედავთ ხო ეს იგი რაღაც ურთიერთქმედება არის ამიტომ ნეიტრინოც რაღაცნაირად ურთიერთქმედებს ოღონდ ძალიან სუსტად
ანუ სუპერ სუსტი ურთიერთქმედება აქვს და ამისი ორი, მინიმუმ ორი ესეთი ძალიან ცნობილი ტელესკოპი ბჭყალებში, ტელესკოპი ჩვენ მიჩვეული ვართ რაღაც რომ ვიყურებით, არა. ნეიტრინოების ტელესკოპი არსებობს. ერთი არის სამხრეთ პოლუსზე. ამას ქვია Ice Cube, ანუ ყინულის კუბი, ანუ პირდაპირ საქმე ის გახლავთ რომ იქ ეს ლაბორატორია ფაქტურად არის მთელი ყინული გამოიყენება როგორც ლაბორატორია, რომ ის ნეიტრინო როცა ყინულში გაივლის, თუ იურთიერთქმედა ურთიერთქმედების დროს წყლის მოლეკულებია იქ, აი რომელიმესთან რომ იურთიერთქმედებს ძალიან დაბალი ალბათობით, კოლოსალურად დაბალი ალბათობით, ამიტომ ეს ხელსაწყოები უნდა იყოს ძალიან მძლავრი. შეიძლება იურთიერთქმედოს და მაშინ აღმოვაჩინოთ. და ასევე სუპერკამიოკანდე ეს ნიშნავს მაგას, ეს არის იაპონური პროექტი, სადაც ასევე ეს ავზია, ხედავთ იქ მეცნიერები იმაში არიან ნავში, წყლით ის რეზინის გასაბერ ნავში არიან და წყლით ივსება, დაახლოებით 50000 ტონა არის წყალი, როცა ბოლომდე ავსებული, როცა ლაბორატორიაში ექსპერიმენტი მიდის. და თუ მანდ გაივლის ნეიტრინო, ეს მრგვალი ბურთები, რაც აქ ხედავთ, ეგ მრგვალი ბურთები არის თუ ნეიტრინომ იურთიერთქმედა ვინმესთან, იმ ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნის სინათლის ნაწილაკს. და იმ ბურთებში ხდება ამ სინათლის ნაწილაკის დაფიქსირება. სინათლის ჩვეულებრივი, ანუ ფოტონის, გამა კვანტის, როგორც გითხარით. და გამრავლება, ანუ ერთი გაძლევთ ორს, ეს უკვე ელექტრული მოწყობილობა ისეა, რომ ფოტოგამამრავლებელი ქვია, ერთი გაძლევთ ორს, მე 2 4-ს, 4 8-ს და ანუ ძლიერდება სიგნალი და შემიძლია ეს სიგნალი უკვე დავიჭირო. ოკეი? და აი ეს არის როგორ გამოიყურება, ესე იგი, რო გითხრათ, ეს არის Ice Cube-ის ექსპერიმენტი, ანუ Ice Cube-ის ექსპერიმენტში არის ესე იგი, ესეთი ჯაჭვია, მძივებზე კიდია ეს ბურთები არის ფოტოგამამრავლებლები. და თუ გაიარა ნეიტრინომ და თუ იურთიერთქმედა, თუ ალბათობა ამის ძალიან პატარაა, თუ იურთიერთქმედა, მაშინ უნდა წარმოქმნას სინათლის ნაწილაკი, ფოტონი და ეს ფოტონი დაფიქსირდება ფოტოგამამრავლებელში, მერე გაამრავლებს, გააძლიერებს სიგნალს და ბოლოს მოვა უკვე ჩვენს, რა ვიცი, დანადგარში, სადაც დავინახავთ ამას და იდენტიფიცირება შეიძლება ეს მართლა ნეიტრინო იყოს თუ სხვა რამე. ოკეი? სხვა შორის აქ საინტერესო რაღაცაა. ეს არის სამხრეთ ხო, აი ეს მრგვალი მარჯვენა ქვედა კუთხეში აი ეს დახატული ეს ფოტოგამამრავლებელი, რომელიც სუპერკამიოკანდაშიც ეგეთივე ტიპის არის. აქეთ საინტერესო რაღაცაა ეს, ესე იგი, ეს Ice Cube არის სამხრეთ პოლუსია. და როდესაც იქ ხდება ხოლმე შემთხვევა შეიძლება იყოს ისეთი, რომ ესე იგი, ტემპერატურა დენი გაითიშოს. ხანდახან იქაც არის ხოლმე რაღაც ეს თბილისური რეალობა. მაგრამ იშვიათად ძალიან. მაგრამ იქ გათიშვა დენის ნიშნავს კატასტროფას. თუ დიდი ხანი წავიდა დენი, გაიყინები. ამიტომ ესეთი პროტოკოლში წერია, რომ როდესაც იქ მიყავთ განსაკუთრებით ეს პოსტდოქტორალური, ანუ მეცნიერები, ვინც ახლა დაიცვა ხარისხი და ჩადიან ან სტუდენტები ჩადიან, წინასწარ ეუბნებიან ხოლმე, რომ რაღაც ესეთი სასურველია, რომ ჩახვიდეთ თქვენს პარტნიორებთან ერთად, იმიტომ რომ რაღაც ჩახუტება მერე საჭირო, სხვა გზა არ არის გადარჩენის. თუ ვინიცობა რაღაცა მოხდა. ამიტომ ეს ყველა მისის პროტოკოლის სახით, რომ უნდა თავისი გერლფრენდი, ბოიფრენდი წაიყვანოს თან, იმიტომ რომ რაღაცა რომ მოხდეს, აი მე რაც ვიცი, რამდენიმე 10 წეულში, რაღაც ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა. მოკლედ, ესეთი საინტერესო ესეთი ფაქტების არის ხოლმე. მოკლედ, ესე იგი, ძალიან ცოტა კი წარმოქმნის ძალიან ცოტა ნეიტრინოებისა იმოქმედებს, იურთიერთქმედებს და წარმოქმნის სიგნალს, რომ გვეტყვის, რომ მე გავიარე. ძალიან ცოტა იქნება მათი წილი. მაგრამ ნახეთ, ვინაიდან ძალიან ბევრმა შეიძლება გაიაროს, ალბათობა იმისა, რომ ვიღაცა მაინც იურთიერთქმედებს და მომცემს აი სიგნალს და დამაფიქსირებინებს ნეიტრინოს, ანუ დამაჭერინებს, ანუ გამაზომინებს, ანუ დამანახებს. რაც ნიშნავს დავინახე რაღაც, იქიდან მოვიდა სინათლე, ჩემს თვალში, სენსორში და სენსორთან იურთიერთქმედა, ხო? ეგ არის დანახვა. დავინახავ ნეიტრინოს. ხო და ეგეთი ეს დანახვა შეიძლება, ესე იგი, მაინც პატარა ალბათობით აღონ შეიძლება. და ეხლა ეს ხო დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენს აქვს, ანუ თუ ბევრი ფერმა არსებობს კოსმოსში, ეგეთი, თუ სივრცე ძალიან ბევრია, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტია შანსი რომ დავინახო, იმიტომ რომ უფრო მეტი ნეიტრინო წამოვა იქიდან. იმიტომ რომ ნეიტრინო ისეც თუ ურთიერთქმედებს, რაც უფრო ბევრი წყარო მექნება, მით უფრო კარგია. ან შეიძლება კონდეს თითო ცივილიზაცია შეიძლება კონდეს ბევრი hard disk-დან. რა ვიცი, მეც გითხარით რომ რამდენი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და თითოს, ну, ყველგან არა, მაგრამ ძალიან დიდ რაოდენობას ხალხისა აქვს smartphone-ი და აქვს ისა, ხო, რაღაც კომპიუტერი, ანუ hard disk-ები აქვს.
ამიტომ ძალიან ბევრია, მილიარდობით არის, ხო? რაოდენობა hard disk-ების და იმ ცივილიზაციის კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს სავარაუდოდ. ამიტომ საინტერესო არის მაინც რამდენი შეიძლება იყვნენ ისინი. ეს არის ძალიან ცნობილი პიროვნება. იცით? წერია, Frank Drake. Drake-ი არსებობს, ასტრონომია ძალიან კარგი. მას ეკუთვნის სეტის ერთ-ერთი სერიოზული ფორმულის აღმოჩენა. Drake-ის ფორმულა ქვია მას. აი ქვემოთ წერია. ეს არის N არის რაოდენობა არამიწიერი ტექნოლოგიური ცივილიზაციების, ანუ იმათი, ვისაც ჩვენთან კომუნიკაცია შეუძლია რადიო კომუნიკაცია მაინც. ანუ ჩვენ ასეთები არ ვიყავით 200 წლის წინ, რადიო არ აქონდა. ანუ ჩვენ ეხლა გავხდით რაღაც 100 წელი ცოტა მეტი. ვართ კომუნიკაცია რომ შეგვიძლია. ანუ აი ეგ ის რაოდენობა, როგორ დავთვალოთ მათი რაოდენობა ჩვენს galaktikაში. იქ შედის რამდენიმე პარამეტრი. პირველი წევრი ერი ვარსკვლავით რაღაც. ეგ არის წელიწადში რამდენი ახალი ვარსკვლავი წარმოიქმნება ჩვენ galaktikაში. დაახლოებით 1-დან 3-მდე. ვიცით უკვე ეს იზომება ასტრონომიაში ძალიან კარგი ესეთი სკრუპულოზური დარგია ასტრონომიიდან, გარკვეული კლასი შეისწავლის ახალი ვარსკვლავების გაჩენის ტემპს 1-დან 3-მდე. მეორე წევრი არის რამდენი არის ვარსკვლავი, ისეთი სადაც რამდენიმე კომპონენტი ერთმანეთზე მრავლდება. რამდენია ესეთი ვარსკვლავი, სადაც შეიძლება რომ წავიდეს პლანეტები კონდეს და შეიძლება აქედან გამომდინარე შეიძლება სიახლე ჩაისახოს. მერე შემდეგი წევრი არის თითო ეგეთ ვარსკვლავზე რამდენი პლანეტა მოდის, რამდენი ცალი პლანეტაა. ხო ხვდებით, ყოველ ჯერზე ალბათობა იზრდება, რომ შანსი უფრო მეტია და ამიტომ რაოდენობაში შედის. მერე არის სად წარმოიშვა სიოცხლე, სად არის პოტენციური შანსი რომ სიოცხლე წარმოიქმნას. შემდეგ რა წილია, სადაც მართლა წარმოიქმნა და რა წილია, სადაც ბოლოს წინა წევრი არის, სადაც წარმოიქმნა გონიერი სიცოცხლე. და სულ ბოლო წევრი არის დაახლოებით პირველ 3-ზე ვიცით ყველაფერი. ერი, FP და NE, ვიცით ყველაფერი დაახლოებით, კარგად კვლევების თანახმად. ბოლო 4 წევრზე თითქმის არაფერი არ ვიცით, იმიტომ რომ ბოლო წევრი საერთოდ არის რამდენი ხანი ძლებს, მინიმუმ რამდენი ხანი ძლებს ცივილიზაცია. ნუ ან განადგურდება, ან თავისთავად განადგუროს. ეს არ ვიცით. მაგრამ ნუ ამის რაღაც ესე იგი სტატისტიკური კვლევა შეიძლება ალბათობრივი გარკვეული მოსაზრებებით და შეიძლება ჩვენება რომ ჩვენს galaktikაში უნდა იყოს საშუალოდ არა უმეტეს 26-ისა ეს უცნაური რიცხვია. ცივილიზაცია ტექნოლოგიური. არა უმეტეს. ხო და თუ ამ რიცხვს გამოვიყენებთ, აღმოჩნდება ძალიან საინტერესო რამე, რომ ice cubes შეუძლია აღმოაჩინოს ანუ აღმოაჩინოს ის ცივილიზაცია, თუ თვითოულს ექნება მინიმუმ 70 ცალი შავი ხვრელი, როგორც hard disk-ი. და ხო ხვდებით რა, რამდენად აბსურდია. ჩვენ თუ გაქვს მილიარდობით hard disk-ები, მათ უფრო მეტი ექნებათ. ამიტომ ჩვენი ice cube-ი მართლა იმ გზნობიარობაზეა, სადაც შეუძლია ამის გაკეთება. აღმოჩენა შეუძლია. თუ მეორე დონის არის და თუ მესამე დონის არის galaktikuri ტიპის ცივილიზაცია. მაშინ უნდა კონდეს დაახლოებით 55,000 შავი ხვრელი hard disk-ად გამოყენებული. ეგეც გასაკვირი არ არის, როცა ლაპარაკი არის მესამე დონე გაიხსენეთ რა გითხარით, ეს არის ის ცივილიზაცია, ვინც აითვისა galaktika. ამიტომ 55,000 შავი ხვრელი hard disk-ად versus ჩვენ რამდენი hard disk გვაქვს მილიარდობით. მართალია შავი ხვრელი არ არის, მაგრამ ჩვენ პირველი დონეც არა ვართ. ხო? ამიტომ ეს ჩემი და გიას ეს შრომა იყო რაღაცნაირად ერთგვარი მესიჯი ასტრონომებისთვის, აი ვინც მუშაობენ ice cube-ზე და სუპერკრამიოკანდაზე, სხვა ჩვენს ქონდა კომუნიკაცია მათთან, იმ ჯგუფის ხელმძღვანელებთან, რომ რაღაც ესეთი ხელწერა იპოვნონ, ჩვენ კონკრეტული ხელწერაც ვაჩვენეთ, ასე რომ მოსალოდნელია რაღაც საინტერესო რაღაცეები, ჩვენ ესე გგონია ყოველ შემთხვევაში, გვჯერა მე და გიას და ნუ წინ რაღაც ბევრი საინტერესო რამეები შეიძლება გველის მეცნიერებაში თუ გვაცალეს ცხადია. მინიმუმ ამ ქვეყანაში. ამ სოფლეთ შარშია. ხო, და ესე იგი, მოკლედ, შემდეგი ლექცია იქნება, მე ესე ვამთავრებ ხოლმე ყოველთვის, შემდეგი ლექცია, თემატიკა არის მიკროშავი ხვრელები, დღეს მიკროზე ვილაპარაკე, ოღონდ კონტექსტი მქონდა სხვა, უფრო არამიწიერ ცივილიზაციებზე მათ მიერ გამოყენებაზე მიკროშავი ხვრელების. შემდეგი ლექცია იქნება მიკროშავი ხვრელები, მინიატურული შავი ხვრელები, რომლებიც წარმოიქმნებიან დიდი აფეთქების დროს. რომლებიც ასტროფიზიკური მეთოდებით ანუ ესეთი იმით გზით არ წარმოიქმნებიან ვარსკვლავის კოლაფსი და ასე შემდეგ არამედ დიდი აფეთქების დროს მაღალი წნევის გამო და ნუ ასე შემდეგ. ასე რომ ხო,
დიდი მადლობა. და ნუ გელით შემდეგ ლექციაზე. ეხლა შეგიძლიათ კითხვები. ხო, ძალიან კაი კითხვაა. ჰოკინგის გამოსხივება, ანუ ბოლოს შეიძლება ვერ გაიგეს და ამიტომ მე გავიმეორებ ხოლმე ხანდახან. ჰოკინგის გამოსხივება გვაქვს თან მიკროშავხრელში. თან ეს მიკროშავხრელი უნდა იყოს მართლა. და აბა როგორ შევინახო ინფორმაციაო, ხო? მაგაზია ლაპარაკი. სინამდვილეში ინფორმაციის, ანუ ესე იგი ინფორმაციის შენახვა ეს ერთი ნაწილია. უნდა შევინახო, მაგრამ მე უნდა წავიკითხო კიდევაც. ჰოკინგის გამოსხივება არის წასაკითხი მექანიზმი. ხო, ასე რომ პირიქით ერთმანეთზე მუშაობენ ძალიან კარგად. კი. დიახ. თუ ესე იგი შავი ხვრელი არის ძალიან მინიატურული, შემ დაჭირდეს ერთი წამი. აი ჩვენ ზუსტად ერთი წამის წასაკითხი ტიპის შავი ხვრელი განვიხილეთ, იქ ზუსტად ერთი წამი ტიპიური. რამდენი ჭირდება ჩადებას იმდენი წაკითხოს, ისე საშუალოდ. კი ბატონო, თუ არის კითხვები მითხარით, დამისვით. ის ინფორმაცია შეიძლება მე წაშლა. წაშლა ნიშნავს ფაქტიურად წაკითხვას, ანუ გაანთავისუფლო იქიდან და მე ისევ ჩადებ ინფორმაციას. ეგრე ხდება. ხო. კარგით, დიდი მადლობა.